რა ტიპის ვირუსია H1N1 და როგორია მისი განვითარების ტენდენცია დაავადებაზე მოამბესთან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი საუბრობს. მარიან ივანუშას განმარტებით სეზონური ვირუსის ეს ფორმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში 2009 წლიდან გავრცელდა და მას შემდეგ მისი გავრცელების დინამიკა წლიდან წლამდე მცირდება ან პირიქით იზრდება. ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი იყო სიკვდილიანობის და ინფიცირების მაჩვენებელი 2011 წლებში. წლევანდელ მონაცემებს ივანუშა საგანგაშო და არ მიჩნევს და ხას უსვამს, რომ 2009 წლიდან H1N1-ის ეპიდემიის საფრთხე არც ერთ ქვეყანაში აღარ შექმნილა. გენო ოსიყბაშვილმა ჩაწერა ინტერვიუ. გენო, საქართველოს გარდა კიდევ რომელ ქვეყნებში ებრძვიან ახლა H1N1-ს? წელს H1N1 ტიპის ვირუსს შეიძლება ითქვას, რომ თელს ჩრდილოეთ სფეროს არეალში ებრძვიან, ანუ იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩრდილოეთით მდებარეობენ, თუმცა ეპიდემია როგორც ასეთი არსად შეინიშნება. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპი პირველად 2009 წლის გაზაფხულზე გამოჩნდა და მსოფლიოში მომენტალურად გავრცელდა და გაგრძელდა ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზეც. ეს იყო ერთადერთი წელი, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ H1N1-თან დაკავშირებით პანდემია გამოაცხადა. ამის შემდეგ ის მხოლოდ ზამთრის სეზონურ გრიპად ევლინება მსოფლიოს. ზოგიერთ ქვეყანაში ისე ჩნდება როგორც H1N1, ზოგიერთ ქვეყანაში კი მაგალითად როგორც H3N2 ტიპის ვირუსი. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ წლების განმავლობაში ტენდენციებზე, კონკრეტულ აღმავლობის ან დაღმავლობის ტენდენციებზე ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან ეს გრიპის ვირუსი გამოჩნდა 10 წლის წინ და იყო პანდემიური ტიპის ვირუსი. ის გაჩნდა ზაფხულში და გაგრძელდა შემოდგომაზე და ზამთარშიც, თუმცა შემდეგ უკვე დანარჩენ წლებში ის მოგვევლინა როგორც უკვე სეზონური გრიპის ვირუსად. იყო სეზონები, როდესაც ამ ვირუსის გავრცელება იყო მაღალი, იყო სეზონები, როდესაც ამ ვირუსის გავრცელება იყო დაბალი. იგივე საქართველოს მონაცემებით გასული 10 წლის განმავლობაში იყო საერთო ჯამში 5 წელი შედარებით უფრო დაბალი გავრცელება, ვიდრე წელს არის და იყო ასევე მეორე 5 წელი, რომელიც უფრო ცუდად მიმდინარეობდა, ვიდრე დღეს არის. ეს ეხება როგორც ავადობას, ისე სიკვდილიანობასაც. საქართველოში იყო სეზონები, როცა სიკვდილიანობა გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე წელს არის. სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება, კვირიდან კვირამდეც კი. ჩვენს ორგანიზაციაში მონაცემებს ვიღებთ ერთკვირიანი ინტერვალით, თუმცა გადავხედავთ დეკემბრის პირველ 3 კვირას. საქართველოს შემთხვევების მსგავსი ოდენობა იყო თურქეთში, უკრაინასა და ჰოლანდიაში და შედარებით ნაკლები იყო დაუშვათ სომხეთსა და აზერბაიჯანში. თუმცა იანვრის ახლა დაგროვილი მონაცემებით შეიძლება იქ არის მაღალი რაოდენობა მაშინ, როდესაც საქართველოში უკვე დაკლება დაიწყო. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით აცრები გრიპისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად რჩება, თუმცა მარიან ივანუშა აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის ნიშნული ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაშიც კი ძალიან დაბალია, მაგალითად სლოვენიაში, საიდანაც თავად არის წარმოშობით. ის ასევე გვიხსნის, რომ გრიპის ვაქცინა არ არის 100%-იანი ეფექტურობის მქონე, იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ ვირუსი ძალიან ცვალებადია, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს გრიპის ტიპებთან დაკავშირებით და მარტში გასცემს რეკომენდაციას თუ გრიპის მომავალ სეზონთან დაკავშირებით ვაქცინაში რომელი შტამპები შეიყვანონ, რათა მოსახლეობა ახალ სეზონს მომზადებული შეხვდნენ. ამიტომ ერთ ვაქცინაში რამდენიმე სხვადასხვა ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატია შეყვანილი. ევროკავშირის რეკომენდაციით ქვეყნის მოსახლეობის სულ მცირე 75% უნდა იყოს აცრილი, იმისთვის რომ მოსახლეობაში იყოს იმუნიტეტი. ეს მაჩვენებელი წარმატებით არის მიღწეული ისეთ ქვეყნებში, როგორც არის ჰოლანდია, შოტლანდია და იქ მოსახლეობა უფრო მეტად არის დაცული გრიპისგან. ხოლო ჩემს ქვეყანაში, სლოვენიაში ეს მაჩვენებელი არის 11%. ეს არის ძალიან ცუდი, რადგან როდესაც გრიპის სეზონი იწყება, მოსახლეობის უმეტესობა ხდება ავად და აქედან გამომდინარე გადადების რისკიც იმატებს. ამიტომ ამ მხრივ საქართველოს გამონაკლისი არ არის. შესაძლებელია აცრილ ადამიანს შეხვდეს გრიპი, მაგრამ ავადობა მიმდინარეობს შედარებით მსუბუქ ფორმებში. ჩვენ ვიძლევით განსაკუთრებულ რეკომენდაციას, რომ აუცილებლად უნდა აიცრან ხანდაზმული ადამიანები, ორსულები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები. მათ აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია, რადგან ვაქცინაცია არის გრიპის თავიდან აცილების რეალური საშუალება. ვაქცინის დამზადება საკმაოდ საინტერესო პროცესია. თუ როგორ ხდება ამის წინასწარმეტყველება, რადგან ეს პროცესი სწორედ წინასწარ განსაზღვროა იმ გრიპის სეზონის, რომელიც იქნება მომავალი გრიპის სეზონზე. აქედან გამომდინარე ვაქცინაში ყოველთვის არის რამდენიმე ვირუსის, 3 ან 4 ვირუსის საწინააღმდეგო. ეს განისაზღვრება ქვეყნების მიხედვითაც, იმიტომ რომ ზოგან ცირკულირებთ მაგალითად H1N1 ტიპის ვირუსი. სხვა ქვეყანაში შეიძლება იყოს ეს H3N2 და ეს ორივე ვირუსი არის შესული ამ ვაქცინის შემადგენლობაში.
მარიან ივანუშას ჩვენ ასევე დაუსვით შეკითხვა თუ რეალურად რამდენად საშიში შედეგების მომტანია სეზონური გრიპი H1N1 ტიპის ვირუსი. მან კი გვიპასუხა, რომ ის არ განსხვავდება სხვა სეზონური გრიპებისგან, მეტიც მან გითხრა, რომ 2009 წელს, როდესაც ყველაზე მაღალი იყო ამ გრიპის გავრცელება და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, ამის გამო ორგანიზაცია გააკრიტიკეს, რადგან ის პანდემიის დონის გრიპად არ ჩაითვალა. როდესაც ეს გრიპი გამოჩნდა 2009 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ გამოაცხადა პანდემია, რადგან ის სხვადასხვა ქვეყნებში იყო ერთდროულად. ამის გამო კი ჩვენი ორგანიზაცია გააკრიტიკეს იმ კუთხით, რომ ეს გრიპი აღმოჩნდა უფრო მსუბუქი, ვიდრე ელოდნენ სხვა ქვეყნები, როდესაც ჩვენ გამოაცხადეთ ამ ვირუსის პანდემია. საქართველოში ყველაზე საშიში მოვლენა არის სიგარეტის მოწევა. 11,000 ადამიანი იღუპება ყოველწლიურად სიგარეტის მოწევით. როდესაც ვადარებთ ამ მონაცემებს, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა გრიპით, ამ შემთხვევაში 10-12 ეს ციფრები იმდენად განსხვავდება, რომ შეუდარებელიც კია. იმდენად დიდია თამბაქოს კვამლით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა. მე აბსოლუტურად მესმის, რომ ადამიანებისთვის ვიზუალურად უფრო აღსაქმელია გარდაცვალების შემთხვევები, რაც გრიპთან ასოცირდება, ვიდრე მათ ყოველდღიურ ჩვევასთან მოიხმარონ სიგარეტი. თუმცა როცა ვადარებთ, ყოველწლიურად უფრო მძიმე სურათია სიგარეტით გარდაცვლილი ადამიანების ვიდრე გრიპით. რაც შეეხება უშუალოდ მიმდინარე წელს, როგორც იცით, ამ დროისთვის ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ 13 ადამიანი გარდაიცვალა H1N1 ტიპის ვირუსისგან. თუ შევადარებთ გასულ 10 წელს, მას შემდეგ რაც გამოჩნდა ზოგადად ეს ვირუსი კაცობრიობის ისტორიაში, საქართველოში ყველაზე მძიმე წელი ამ თვალსაზრისით იყო 2010-11 წლის სეზონი, როდესაც H1N1 ტიპის ვირუსისგან 53 ადამიანი გარდაიცვალა, ასეთივე მძიმე წელი იყო 2015-16 წლების სეზონი, როდესაც 50 ადამიანი გარდაიცვალა. მადლობთ გენოის იყო გენო სიყმაშვილი, რომელმაც H1N1-ზე ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლის რეკომენდაციები გაგვაცნო.